დღე მეოთხე. არტემის 2-ის მისიის ხომალდი ორიონი მთვარისკენ გეზს აგრძელებს. სანამ სიახლეებს დეტალურად გეტყოდეთ, მანამ პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩემს გამომწერებსა და ზოგადად მაყურებლებს. იმ თბილი კომენტარებისთვის, რომელსაც ჩემი ამ საქმიანობის მიმართ არიშურებთ. გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემი ჯამაგირი ამ საქმეში ზუსტად ესაა. თქვენი ყურადღება და დაფასება. არც მაყურებლების დიდი რაოდენობით გამოირჩევა სამწუხაროდ ჩემი კონტენტი და ფაქტობრივად არც არანაირი ფინანსური სარგებელი მე არ მაქვს. მიხარია რომ საზოგადოების მიერ დანახული და დაფასებულია ეს პროექტი. და გთხოვ რომ გამოიწერო არხი თუ მიყურებ და ჯერ ისევ არ გამოგიწერია. ახლა კი სანამ უშუალოდ მისიის სიახლეებს გაგაცნობთ, აუცილებლად მინდა გაჩვენოთ რამდენიმე მოკლე ვიდეო, რომელიც სხვადასხვა ვიდეო პლატფორმაზე შემხვდა. თვითმფრინავების მგზავრები ზეციდან საკუთარი თვალით უყურებენ თუ როგორ ფრინდება არტემის 2-ის რაკეტა SLS-ი. ამაზე საუკეთესო სანახაობა, რაც შეიძლება ციდან ადამიანმა დაინახო, ალბათ არ არსებობს. ჩემი აზრით, მიწიდან მისიის გაშვებაზე მეტად აღმაფრთოვანებელი ზეციდან შორიახლოს დანახული რაკეტაა. It's happening. Way over there, look. Red dot. There's the first stage. Oh, I can see it. I can see it separating. ახლა ჩვენ არტემის 2-ის მისიის მიმდინარეობის მეოთხე დღეს ვადევნებთ თვალყურს. ამ ეპიზოდში რა თქმა უნდა თავდაპირველად ვისაუბრებ იმის შესახებ, თუ რა ეტაპზეა ახლა კაფსულა, სადაც 4 ასტრონავტი იმყოფება, როგორია ფრენა, ასევე ასტრონავტების ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა ტექნიკური მახასიათებლები. შემდეგ კი უფრო დეტალურად გაგაცნობთ ორიონის ხომალდი კაფსულის ტექნიკურ მახასიათებლებს. ორიონის ხომალდი უკვე ღრმა კოსმოსში იმყოფება და მთვარის მიმართულებით მიემართება. ეკიპაჟმა გადალახა დედამიწასა და მთვარეს შორის მანძილის ნახევარზე მეტი და ახლა ეგრეთ წოდებულ ცის მთვარულ ცივცეში, ანუ დედამიწასა და მთვარეს შორის არეალში მოძრაობს. ასტრონავტები იმყოფებიან იმ წერტილში, სადაც ისინი მთვარესთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე დედამიწასთან. ეს ფსიქოლოგიურად და ტექნიკურად ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია. უახლესი მონაცემებით ეკიპაჟი ყოველდღიურად ასრულებს ღრმა კოსმოსის ფოტოებისა და ვიდეოების გადაღებას, ნავიგაციის ტესტებს რეალურ პირობებში, გეოლოგიურ ტრენინგს ან სწავლობენ, როგორ უნდა შეაფასონ მთვარის ზედაპირი მომავალი მისიებისათვის. მცირე ტექნიკური პრობლემების მართვას ასევე რეალურ დროში. ანუ ეს არის პრაქტიკული სწავლება კოსმოსის რეალურ გარემოში. ფრენა მიმდინარეობს სპეციალურ ტრაექტორიაზე, Free Return Trajectory, რაც ნიშნავს, რომ ხომალდი ავტომატურად დაბრუნდება დედამიწაზე, თუნდაც დამატებითი მანევრების გარეშე. მარტივად რომ ვთქვათ, ასტრონავტები უკვე ძალიან შორს არიან დედამიწიდან, უფრო შორს, ვიდრე ადამიანები ყოფილან ბოლო რამდენიმე 10 წლეულის განმავლობაში. უახლესი ინფორმაციით, ეკიპაჟს კვლავ შეექმნა ტუალეტის პრობლემა. ეს ის ძირითადი ხარვეზია, რაც ამ ფრენისას გამოვლინდა. დაფიქსირდა უცნაური დამწვრის სუნის სისტემიდან. სუნი აღწერეს როგორც ელექტროგამათბობლის მსგავსი. პრობლემა ბოლომდე იდენტიფიცირებული არ არის, მაგრამ დაკვირვების ქვეშაა. მიუხედავად ამისა, NASA აცხადებს, რომ საფრთხე არ არსებობს. ეკიპაჟი აგრძელებს სისტემის გამოყენებას საჭიროების შემთხვევაში. ორიონის კაფსულის შეკეთებამდე მისიის მართვის ცენტრმა ასტრონავტებს ურჩია გამოიყენონ შარდის შეგროვების სარეზერვო პაკეტები. ეგრეთ წოდებული მთვარის ტუალეტი გაუმართავი გახდა 4 შაბათის გაშვების შემდეგ და მას შემდეგ პერიოდულად მუშაობს და პერიოდულად არა. არტემის 2-ის ტუალეტის ერთ-ერთი ვერსია რამდენიმე წლის წინ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იყო გამოცდილი. თითოეულ ასტრონავტს აქვს მცირე პერსონალ კიტი. შიგნით არის ოჯახის ნივთები, წერილები, სიმბოლური საგნები. ეს მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მხარდაჭერისათვის ღრმა კოსმოსში. ახლა ორიონის სიჩქარე არის დაახლოებით 25,000-დან 30,000 კმ/სთ-მდე, ანუ 7-8 კმ/წამში. ეს სიჩქარე მუდმივად იცვლება. დედამიწის გრავიტაცია ნელ-ნელა ამცირებს მას. შემდეგ მთვარის გრავიტაცია ისევ ზრდის. ისინი უკვე ბოლო ეტაპზე არიან. თავარი მოვლენა ძალიან მალე მოხდება. 6 აპრილს ორიონი მიუახლოვდება მთვარეს და შეასრულებს ახლო გადაფრენას flyby-ს. ამ დროს ეკიპაჟი მიაღწევს მაქსიმალურ დაშორებას დედამიწიდან. შემდეგ მთვარის გრავიტაციის გამოყენებით ხომალდი შეისრულს მიმართულებას და დაბრუნდება დედამიწისკენ.
ასტრონავტებს ვუსურვებ, რომ ტუალეტის ხარბეზით მუშაობაზე მეტი პრობლემა არ ჰქონოდეთ და შინ დედამიწაზე მშვიდობით დაგვიბრუნდნენ. ახლა კი მოვუსმინოთ NASA-ს წარმომადგენლებს, ჯონსონისა და ჰიუსტონის კოსმოსური ცენტრების სპეციალისტებს, რომლებიც ყოველდღიური შემაჯამებელი პრესკონფერენციის ფარგლებში საუბრობენ მისიის მიმდინარეობაზე. ძალიან მოკლე ვიდეო. გამის განმავლობაში ვცადეთ ტუალეტთან დაკავშირებული ნარჩენი წყლის ავზის დაცლა. ამ პროცესში შეგვექმნა პრობლემები, სავარაუდოდ მილში გაჩენილი ბლოკირების გამო. ფიქრობთ, რომ მიზეზი შესაძლოა ყინული იყოს. ამიტომ ეკიპაჟს მივეცით მითითება დროებით გამოიყენონ დასაკეცის არეზერვო შარდის შეგროვების მოწყობილობები, როგორც ეს ფრენის პირველ დღეს გააკეთეს. ამ ეტაპზე ტუალეტი ტექნიკურად მუშაობს შარდვისთვის number 1. თუმცა ვცდილობთ ავზები ნახევრად სავსე შევინარჩუნოთ, სანამ ვენტილაციის ხაზთან დაკავშირებულ პრობლემას არ გავარკვევთ. რაც შეეხება number 2-ს, ტუალეტი ამ ფუნქციისთვის სრულად მუშაობს. ტუალეტი ის თემაა, რაც ყველასთვის გასაგებია, მაგრამ ჩვენ მას პირველად ვიყენებთ ასეთ მისიაში. აპოლოს ხომალდებში მსგავსი ტექნოლოგია საერთოდ არ არსებობდა. ასტრონავტები პამპერსებს იყენებდნენ. ამიტომ ეს ყოველთვის ერთულეს წარმოადგენს. იგივე გამოწვევები ახლაც აქვს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზეც. ტუალეტის სისტემები ძალიან რთული შესასრულებელია ტექნიკურად. რა თქმა უნდა, გვინდა რომ ყველაფერი მაქსიმალურად კარგ მდგომარეობაში იყოს ეკიპაჟისთვის. გარკვეულწილად ისინი უკვე კემპინგში არიან კოსმოსში, მაგრამ როცა ტუალეტი სრულად არ მუშაობს, ეს სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს. თუმცა ეკიპაჟი კარგადაა და მომზადებულია მსგავსი სიტუაციების მართვისთვის. სხვა მხრივ ფრენა უპრობლემოდ მიმდინარეობს და გაწერილ გეგმას მიჰყვება. გუშინდელ ეპიზოდში მოგიყევით ახალი ტიპის გამყვან რაკეტა SLS-ზე. ახლა კი დეტალურად გიამბობთ ხომალდ ორიონის შესახებ, რომელშიც ასტრონავტები არიან. ორიონი არის პირველი ხომალდი, რომელსაც აქვს უნარი წაიყვანოს ადამიანები მთვარეზე. იქ მათთვის უსაფრთხო გარემო შექმნას და კვლავ მშვიდობიანად დააბრუნოს დედამიწაზე. ორიონის მოდული ესაა საეკიპაჟო კაფსულა, რომლითაც ასტრონავტები მთვარის გარშემო იმოგზაურებენ. მას არამხოლოდ ახლა გამოიყენებენ, არამედ ბუმობალშიც, როცა მთვარის ორბიტაზე კოსმოსური სადგური აშენდება. შესაძლოა მისი მეშვეობით მარსზეც კი წავიდეთ. კოსმოსური ხომალდი ორიონი რამდენიმე მსხვილი კომპანიისა და სააგენტოს თანამშრომლობის შედეგია, თუმცა მისი მთავარი კონტრაქტორი და მშენებელი ამერიკული გიგანტი Lockheed Martin-ია. ეს ფორმით აპოლოს მსგავსი აპარატია, თუმცა გაუმჯობესებულია და მას სიდიდითაც აღემატება. ორიონის სიმაღლე 15 მეტრია, ხოლო დიამეტრი 5.2 მეტრს უტოლდება. იგი 4-კაციან ეკიპაჟზეა გათვლილი. კოსმოსში მაქსიმუმ 21 დღის გასატარებლადაა გამოსადეგი და 7770 კილოგრამს იწონის. უნდა აღვნიშნო, რომ ტექნოლოგიური წინსვლის მიუხედავად ასეთ მისიებთან დაკავშირებული რისკები ისევ გასათვალისწინებელია. კოსმოსური ფრენა უსაფრთხო ნამდვილად არაა, რასაც 1986 წლის ტრაგედიაც მოწმობს, როცა Space Shuttle Challenger-ი აფრენიდან 73 წამში აფეთქდა და 7 ასტრონავტი იმსხვერპლა. ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად ყველა დეტალი წინასწარ გათვლილი და შემოწმებული უნდა იყოს. Picture you were just seeing was Christy McCullough's parents watching in horror. These are the students from her school. მისი საცხოვრებელი მოცულობა შეადგენს დაახლოებით 9.35 კვადრატულ მეტრს, რაც საკმარისია 4 ასტრონავტის კომფორტული თანაცხოვრებისთვის. ეკიპაჟის ბორტზე ყოფნა შესაძლებელი იქნება დაახლოებით 21 დღის განმავლობაში. თერმული დაცვის სისტემა Heat Shield. ეს ორიონის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ნაწილია, ვინაიდან ხომალდი მთვარიდან უნდა მობრუნდეს. მისი სიჩქარე გაცილებით მაღალია, ვიდრე ორბიტალური ხომალდების. მასალა: დამცავი ფარი დაფარულია აბკვატის მასალით, რომელიც აბლაციურია, იწვის და თანდათან შორდება ზედაპირს, რათა სითბო თან წაიღოს. ტემპერატურული გამძლეობა: ფარს შეუძლია გაუძლოს 2760 გრადუს ცელსიუსამდე ტემპერატურას. დიამეტრი: 5 მეტრი, მსოფლიოში ყველაზე დიდი ამ ტიპის ფარი. საციცოცხლო უზრუნველყოფის სისტემები ECLSS. ორიონი აღჭურვილია დამოუკიდებელი სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს ჰაერის რეცირკულაციას და ტენიანობის კონტროლს ხანგრძლივი მისიების დროს. ჰაერის წმენდა იყენებს სპეციალურ სისტემას ნახშირორჟანგისა და ტენიანობის მოსაცილებლად, რომელიც არ საჭიროებს ქიმიურ კარტრიჯებს და ავტომატურად აღდგება. წნევის კონტროლი ინარჩუნებს დედამიწის მსგავს ატმოსფერულ წნევას. რადიაციული დაცვა კაფსულის შიგნით არის სპეციალური თავშესაფარი, მზის ქარიშხლებისა და მაღალი რადიაციის დროს თავის შესაფარებლად. ნავიგაცია და მართვა. ორიონის ტვინი წარმოადგენს ორმაგ კომპიუტერულ სისტემას, რომელიც გამძლეა კოსმოსური რადიაციის მიმართ. კომპიუტერული სიმძლავრე იყენებს IBM-ის ბაზაზე აგებულ სისტემას. იმის მიუხედავად, რომ მისი სიჩქარე თანამედროვე სმარტფონებზე ნაკლებია, მისი საიმედოობა კრიტიკულ პირობებში 100%-იანია.
შუშის კაფსულა. ასტრონავტებისათვის განკუთვნილია სენსორული და ფიზიკური მართვის პანელები, რომლებიც Boeing 787 Dreamliner-ის სისტემებს ეფუძნება. უსაფრთხოების სისტემა LAS. კაფსულის თავზე დამონტაჟებულია Launch Abort System. ეს არის რაკეტული ძრავების სისტემა, რომელიც გაშვებისას რაიმე პრობლემის შემთხვევაში წამებში მოგლეჯს კაფსულას, რაკეტას და უსაფრთხო მანძილზე გაიტანს. სიჩქარე LAS შეუძლია 0-დან 800 კმ/სთ-მდე აჩქარება, სულ რაღაც 2 წამში. დაშვების სისტემა, პარაშუტები. დედამიწაზე დაბრუნებისას ორიონი იყენებს 11 პარაშუტისგან შემდგარ კომპლექსურ სისტემას. 2 პარაშუტის სტაბილიზაციისთვის, 3 მცირე პარაშუტი ძირითადი პარაშუტების გამოსაშვებად, 3 გიგანტური პარაშუტი, რომლებიც საბოლოო სიჩქარეს 32 კმ/სთ-მდე ანელებენ. ორიონი არ არის მხოლოდ კაფსულა. მასთან ახლავს ევროპული სერვის მოდული ESM, რომელიც პასუხისმგებელია ელექტროენერგიაზე, კერძოდ მზის პანელებზე, წყალზე, ჟანგბადსა და მთავარ ამძრავ ძრავზე. ანუ ევროპული სერვის მოდული ESM, European Service Module, წარმოადგენს ორიონის ელექტროსადგურსა და ზურგჩანთას. კაფსულა, რასაც ეკიპაჟის მოდულს ვუწოდებთ, მის გარეშე მხოლოდ პასიური კაბინაა, რადგან სწორედ ESM უზრუნველყოფს ხომალდის მოძრაობას, ენერგიასა და ასტრონავტების გადარჩენისათვის საჭირო რესურსებს. მოდი მეტი გავიგოთ მის ტექნიკურ მახასიათებლებზე. ენერგოსისტემა, მზის პანელები და ელექტროენერგია. ESM აღჭურვილია 4 ფრთით, რომლებიც ქმნიან X-ის ფორმის კონფიგურაციას. მზის პანელები, თითოეული ფრთა 7 მეტრის სიგრძისაა, ჯამში 15000-ზე მეტი მზის ელემენტი. გამომუშავება. სისტემა შეუძლია 11.2 კილოვატი ენერგიის გამომუშავება, რაც საკმარისია საშუალო სტატისტიკური 2 სახლის სრული კვებისათვის. მობილურობა. პანელებს აქვთ ბრუნვის ფუნქცია, რათა მუდმივად მიყვნენ მზეს, მიუხედავად ხომალდის ორიენტაციისა. ძრავები და მანევრირება. ESM-ზე დამონტაჟებულია 33 ძრავი, რომლებიც 3 კატეგორიად იყოფა. მთავარი ძრავი OMS, ეს არის Space Shuttle-დან გადმოტანილი მოდიფიცირებული ძრავი, რომელიც ორბიტალური მანევრებისათვის და მთვარის ორბიტაზე გამოსასვლელად გამოიყენება. მისი მაქსიმალური მიწოლა არის 36.7 კილონიუტონი. დამხმარე ძრავები 8 ცალი R4D11 ძრავი, რომლებიც მთავარ ძრავს ეხმარებიან და სარეზერვო ფუნქციას ასრულებენ. რეაქტიული მართვის სისტემა RCS 24 მცირე ძრავი, რომლებიც პასუხისმგებენი არიან ხომალდის სივრცეში ორიენტაციაზე, ტრიალსა და დახრაზე. რესურსების მარაგი და სასიცოცხლო მხარდაჭერა. სერვის მოდული კაფსულას ყველაფერს აწვდის, რაც ადამიანის სიცოცხლისთვისაა საჭირო. წყალი ინახება 4 ავზში, ჯამში დაახლოებით 240 კილოგრამი სასმელი წყალი. ჰაერი. ESM-ში მოთავსებულია აზოტისა და ჟანგბადის ავზები. სისტემა ავტომატურად ურევს მათ, რათა კაფსულაში შეიქმნას დედამიწის იდენტური ატმოსფერო. თერმოკონტროლი. რადიატორები და თხევადი გაგრილების სისტემა გამოყოფენ ზედმეტ სითბოს, რომელიც ელექტრონიკისა და ასტრონავტებისგან გროვდება, რათა ხომალდი არ გადახურდეს. ტექნიკური პარამეტრები და მასა. ESM არის ცილინდრული ფორმის კონსტრუქცია. სიმაღლე 4 მეტრი, პანელების გარეშე, დიამეტრი 4.1 მეტრი. მასა გაშვებისას დაახლოებით 13.5 ტონა, საიდანაც 8.6 ტონა მხოლოდ საწვავია. როგორ მუშაობს კავშირი? კაფსულა და სერვის მოდული გადაბმულია სპეციალური ადაპტერით. დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე ESM სცილდება კაფსულას და იწვის ატმოსფეროში. დედამიწაზე მხოლოდ ეკიპაჟის მოდული ბრუნდება. საინტერესოა, რომ ორიონის ეს კომბინაცია გათვლილია 21 დღიან ავტონომიურ ფრენაზე. ხოლო თუ ის მთვარის ორბიტულ სადგურ Gateway-ს მიუერთდება, მისია შეიძლება 6 თვემდეც გაგრძელდეს. ეს კი მომავლის საკითხია. არტემისისა და აპოლოს მისიების შედარება საუკეთესო გზაა იმის გასაგებად, თუ რამდენად შორს წავიდა ტექნოლოგია ბოლო 50 წლის განმავლობაში. იმის მიუხედავად, რომ ორივე პროგრამის მიზანი მთვარია, მათი ფილოსოფია, მასშტაბები და ტექნიკური აღჭურვილობა რადიკალურად განსხვავდება. აპოლოსგან განსხვავებით, არტემისის პროგრამაში NASA-სთან ერთად მონაწილეობენ ევროპული, იაპონური და კანადური კოსმოსური სააგენტოები, რაც მას კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდ საერთაშორისო კოსმოსურ პროექტად აქცევს. მე ვიტყოდი საერთაშორისო კოსმოსური სტატურის თანამშრომლობის შემდეგ. გრძელდება მთვარის გასვლა და პროექტი კოდი აგრძელებს ფრენის მიმდინარეობის შესახებ ყოველდღიური ვლოგების მზადებას. რისთვისაც შენი მხარდამჭერა მჭირდება იმით, რომ მოიწონო ეს ვიდეო და გამოიწერო კოდის YouTube არხი. მომდევნო ეპიზოდამდე.